მოვისალმე მაყურებელს და პირველ რიგში რა თქმა უნდა ჩვენ კოლეგას მზიას ივანიშვილის საპრობილეში სინდისის პატრონებს და პოლიტპატრონებს ის რაც ქართული საზოგადოების დიდი მონაწილეობა ზეპირად იცოდა საკუთარი თვალით ნახა მოიწამლა ურტყეს ცემეს ანუ არ არსებობს საქართველოში ადამიანი რომლის ოჯახის წევრი თუ არა ახლობელი მეზობელი ამ რეპრესიაში ამ ხარებას მარიბელი რაზმის ან მომწავლელი ქიმიური იარაღის ასე შემდეგ მსხვერპლი თუ დაზარალებული არ ყოფილიყო. ეხლა დასჯაზე რო ლაპარაკობდით და ვინ უნდა დასაჯონ მაგნიტსკის ერთადერთი ქართველია საქართველოს გულობიზა ვახო გომელაური დასაჯონ. მე და ნინოს მაგით არაფერი არ მოგვივა. ანუ ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ეხლა გომელაურს დასჯიან თუ არა და ხარებას რომელსაც პრემიები კი და ჯილდოები მიანიჭა ეს ორბელიანზე რო კაცი ცხოვრობს ბინადარი რო ორბელიანის სასახლის ორდენები ჩამოკიდა იმისთვის რომ ჩვენ გვირტყა ქუჩაში. ეხლა მე შეიძლება იმდენი არ მოხვედრია, ნუ კაი რა შედარება არც მოხვედრია, მაგრამ ჩემ თვალწინ ძალიან ბევრს მოხვდა და ძალიან ბევრი მოიწამლა და ასე შემდეგ. არ შეასრულებს რეკომენდაციებს ქართული ოცნება ნიშნავს რომ უბედო მიდის. არ შეასრულებს შეიძლება ცოტა ხანი გაიწელოს ვარ წავიდნენ. ამათი სტრატეგია ჩემს ეხ არის მარტივი, ეს ეწევა სრულ იზოლაციაზე. ეს ყველა კანონი რაც მიიღეს რასაც აპირებენ და კიდე რასაც იზავენ არის სრულ იზოლაციისკენ წასვლა, ოღონდ ამათ ლუკაშენკოს გასხოვით არაფრის რესურსი არ აქვთ. ამათი მთელი მეორე უბედურება ის არის რომ ამათ ერთადერთ რუსმა კაცს იმაში ევროპაში რომელსაც თავისთავი გაჭირვებია ორბანსაც არცალია ეხლა მათთვის რომ რაღაცა გამოვიდეს ამ ხარდაჭერა გამოუცხადოს რაღაცა ეროვნული ღირებულებები თუ რაღაცა არ ვაქვს თუ ტრადიციული თუ რაღაცას ორბანი რომ აწובה 12-ში ხა აპრილს არჩევნები აქვს და კაცმა არის ისეთი დამთავრდება და ეს ისეთ ჩამოეშლებათ. ეხლა ფიცოს არ ამგონია რომ ესენი ძალიან ადარდებდეთ. ვითარება ძალიან რთული აქვთ. ის მე შეხო დასკვნ წაიკითხე ბოლომდე თუ მოხსენება მე წავიკითხე ალექსანდრე მაისურაძის ეს რაღაცა ტილო იქ რო გამოვიდა სიტყვით. ამათ ყველაფერი წინასწარ იცოდნენ. ამათ BBC-ის ფილმიც იცოდნენ, ზუსტად იცოდნენ რომ BBC-ის ფილმი ამოვარდებოდა, იმიტომ რომ ფილმის კადრებს თუ შეხედავთ, იქ გაზაფხულზე ხდება მოქმედება გადაღების, ხო? ზუსტად იცოდნენ როდის გამოვიდა და სად გამოვიდა, მაგრამ როგორ მოემზადებოდნენ, რაზე მოემზადებოდნენ, რა სიტყოდნენ, რომ არ გვისურია ქიმიური იარაღი? ხო ვერ იტყოდნენ. ამ დასკვნაზედაც ვერაფერს ვერ იტყოდნენ, რომ ეს ადამიანი ჩამოვიდა აქ, ამათაც გაისაუბრა, ამათ კითხვარები გაუგზავნეს, იქ მე მგონი შენ გეწერა თუ არ ვიცი, ამონარიდები, პაპუაშვილის პასუხი რა, რაღაც ლინგვისტიკა თუ ქართული ენის არც ცოდნა, ამათი პასუხი არის. ქართული ენის არც ცოდნა დაუწუნეს ევროპელებს და დღეს ერთ-ერთ პროპაგანდისტულ არხს უყურე და გაშიფრეს ეს პოლონელი ქალბატონი გვარი დამოვიწყდა, რომელმაც ეს დასკვნა მოამზადა და ინტერესთა კონფლიქტი, პოლონეთი, ასე შემდეგ და ძალიან მენიშნა გამახსენდა გუშინ თუ გუშინ წინ ეს რუსთაველის რვაში რომ ეს ცოცხალი ტროლი როა რა პროპაგანდა რომ პირველ კანონმდებელს ეძახის, ვითომ ძალიან აღმატებულია. სახელს დოგვარს არ მოიხსენე მაგას. პაპუაშვილი. ხო, ვინც არის ცოცხალი ტროლი. თქვა რომ აღმოსავლეთის ბლოკი სოციალისტური ბლოკიო. ანუ ამაში იგულისხმებოდა ბალტიისპირეთი, პოლონეთი, ასე შემდეგ რა, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, რომ აი სოციალისტური ბლოკიო, ანუ ისეთ სიგიჟეში წავიდნენ, რომ ანუ ეხა აღმოჩნდება, აი ხვალე აი ბრიფინგსო ჩაატარებს ეს რაღაც მოქმედი ირაკლი, იტყვის რომ პოლონეთი, deep state, ამბავი და რეალობა რა არის, რომ საფრანგეთის მოქალაქე ამ ქვეყნის არაფორმალური მართველი გაბატონებული ძალის საპატიო თავმჯდომარე, რომლის შვილიც ასევე ახალგაზრდული საპატიო თავმჯდომარეა, ეგიც ხო შემთხვევით არ არის, აღმოჩნდა რომ არის იმ პარტიის თავმჯდომარე დამფუძნებელი თუ მხსნელი თუ რაღაცა ამ ქვეყნის, რომელსაც ბრალდება ადამიანების წამება. ეს ნიუსი იყო დღეს ერთ-ერთ პროპაგანდისტულ არხზე პირველი ამბავი, რომ კობახიძემ როგორ გააქარწყალა ფარატინა ქაღალდი და რაც ციტატები მოიყვანე, აღარ გავიმეორებ და მეორე ნიუსი რა იყო თქვენი აზრით? რაღაცა კვლევის შედეგად, მიხედვით, საქართველოში ღამე ქალების სეირნობა არის უსაფრთხო. ესენი ხო რაღაც გაურკვეველ რეიტინგებს, სადღაც ხო რაღაც რეიტინგებს და ამას ჩვენ გვაქვს და უსაფრთხოა, რომ ამაზე მე გამოვიდნენ ეს გრუზინსკაია მეჩეთას რაღაცა გაურკვეველი მოლაპარაკებები ის შეკვეთილიდან ბათუმის გზაზე ჩაწერილები თუ რაღაცა და ყვებოდა რომ არა მარტო ქალებისო, კაცების სეირნობაც უსაფრთხოა თბილისის ქუჩებშიო და მათე ეგ ვიღას ახსოვს, მაგრამ აი ამ ძალიან გრძელ რეკომენდაციებში გაეროს თხოვენ კიდე რომ ჩაერიეო მათ შორის ქალთა
უფლებების საკითხებზე ეს რეიტინგი რატომ უფლებების ესენი გიждებიან რაღაც რეიტინგში რო არიან. ეგეც კი წერია და რა ვინც ერთხელ უსაფრთხოდ არ ვიცი. მე მინდა მივუვლოთ იმას რა ქვია გრუზინსკაია მიჩნდას რომ მოხდნენ ახალ რეიტინგში ანუ აი ლუკაშენკო, პუტინი, კადაფი ეს რაღაცა გაურკვეველი დიქტატორები რო არიან აი ათეულში თუ რაღაცაში მოხდნენ და დაწინაურდნენ. აი ესეთი კარგი რეიტინგი აქვთ. ამათი გამოსავალი არის ერთი მარტივი. ყველა რეკომენდაცია თუ ოღონდ აი არ ვიცი ხა არაფერი წინასწარმეტყველობაზე პრეტენზია არ მაქვს. მარტო საკუთარი თავის გადასარჩენად საერთოდ არ გაგიკვირეთ რომ ისე ლამაზად მოასუფთავო სამკაცმა ეს ყველანი შეასრულებიოს ყველაფერი თუ საკუთარი თუ პირადი გარანტიები თუ მიიღო მან და მხოლოდ ამას რუსული სიტყვა ჩალიჩოს როგორ მხოლოდ ამას ცდილობს ახლა პირადი გარანტიებს თუ მიიღებს და არ ვიცი მისცემენ თუ არა არ ამგონია რომ მისცენ ისე ლამაზად შეასრულებს ამ რეკომენდაციებს თუ მიიღო ამავე პარლამენტ ყველაფერს უკან წაიღებს თუ მიიღო გარანტიები შეიძლება ვერც მიიღოს თუ არა და რა ვიცი მე ხა ამ რესურსი რო არა აქვს რომ ლუკაშენკოსავით ჩაიკეტოს და საკუთარი ჭარხალი და საკუთარი სტაბილო კონდეს და მაგრამ მას არავინ მოსკოვის მექანიზმის დასკვნამ კიდევ ერთხელ გვაქვს არავინ არ ელაპარაკება მას ეხლა რა ყველა ხავს ჩაეჭიდებიან რომ დაფარონ ეს იშიშო არავინ არ ელაპარაკება მას და სულ ტყუილია ეს რაღაცა ვითომ ამერიკაში რო გაარღვიეს და მე ძალიან დიდი მონიტორინგში ვარ ჩართული ამ პროპაგანდის და აი ეს რაღაცა სამი კაცი რო იყო წასული იქ რაღაცა სუვერენული ერების რაღაც ელაპარაკებიან როგორ იგივეს ეუბნებიან რაც ამ დასკვნაშია რომ ესე არა ბიჭებო ესე იმიტომ კი არა რომ აქ იმპერიალისტებს დაპყრობა უნდათ და რაღაცა და ანუ ისეთ ჯოჯოხეთებს ყვებიან მაგათი ეს ექსპერტები და რაღაცები პირველივე წუთებზე რა ვიცი სიტყვა გამზადებულები იყვნენ ერთ-ერთ მოაყარეს სულ ყველა რომ აი როგორ უნდათ საქართველოს დაპყრობა და იმპერიალისტები და შეჭმა და რაღაცა ეს გაურკვეველი ეროვნული იდენტობა თუ აი რაღაცა ეს აბსოლუტური სისულელე და ცოტა უხერხულია ოჯახურ სიწმინდეზე რო ლაპარაკობენ ვიღაცები ჩემი აზრით. სულ მცირე უხერხულია. კი, ოჯახურ სიწმინდეზე როცა ლაპარაკობენ ვიღაცები. არა, გეთანხმები. ალბათ ანუ ფაქტია რომ პატრონი აღარ ყავს. მაშინ როცა შენი პროპაგანდა ამაზე დგას და ადამიანებს ტვინი წაჭამე, არ ვიცი მე, წარმოუდგენელი პროპაგანდით ამ ოჯახურ ღირებულებებზე, მე მესმის მათე შენ რაზეც ახლა საუბრობ, მაშინ უკაცრავად რასაც შენ უპირისპირდები, მაშინ საწინააღმდეგო წესით უნდა ცხოვრობდი ამას გულისხმობ. ეს მათი საქმეა და ერთ სიტყვი და მოჩები. დღეს რო თქვა მოქმედმა ირაკლიმ რომ 3-4 შემთხვევა იყო და ერთი რო იყოს რა არის? ანუ რაოდენობაზე ადამიანის წამება? ხო, თან ერთი ადამიანი რო იყოს. გადაცდომი. ერთი ადამიანი რო იყოს ნაწამები და გაუბედურებული რა ხდება. უბრალო ვახაბეიშვილი მაკაჭი. არა, სახელს და გვა სამნიშვილობად ერთი რო იყოს. შემთხვევა სხვა რამეს გეუბნები, მაგრამ რანაირად საბას ხვიტარიძის ჩვენება ჩემთვის იყო მახსოვს აი ტვინი რომ აქ ტკივდება, როცა მე წავიკითხე, მაშინ აღარ მახსოვს უკვე შეზღუდული იყო თუ არა, ცუდად გავხდი, ანუ ქურთუკი გაიხადა და სისხლი ისეთი ნაცემი და ნაცამები იყო რომ სისხლი ესე რო ჩამოიღვარა დათო ქაცარავას შემთხვევა და უამრავი ადამიანის არა პირდაპირ ეს იყო რაც თავი რაოდენობას რა მნიშვნელობა გავების ავტომობილებში გალახული ადამიანები ყველაფერზე რაც მეტყველებს ხო ესე არ გამოვა რაღაც რამდენიმე გადაცდომა ნინო აი